გამარჯობა. საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად ღმერთს იწამებ, რადგან არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია, უბრალოდ არ არსებობს. ინგლისელი ისტორიკოსი, ქართველოლოგი დევიდ მარშალ ლენგი. თანამედროვე გენეტიკოს მეცნიერთა კვლევებზე დაყრდნობით ჩვენ დავამატებდით, მხოლოდ ღმერთს კი არ იწამებ, აღიარებ, რომ ქართველები არათუ გამორჩეული, პირდაპირ მისი ერი ვართ, ღმერთის ერი. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ თეიმურაზ ბატონიშვილთან მოცემული რიგიტობით, ქართლოსის 6 ძმიდან 3-ის, ბარდოსის, მოვაკოსისა და ლეკოსის განსახლების არეალზე. შემდეგია კავკასოსი. მომდევნო ძმა იყო ჰეროსი და ყველაზე უმცროსი ეგროსი. რა ტერიტორია მოიცავდა კავკასოსის სამმართველო ტერიტორია? თეიმურაზ ბატონიშვილი. კავკასოს დაუმკვიდრა ადგილთა შინა კავკასიისა, მთისათა ლეკოსის სამზღვრიდან ვიდრე ზღვამდე პონტოისა. ისევ ბატონიშვილი. ქართლოს, რომელიც წინაპართა ჩვენთა იქნა ნათესამთავარი, იგი თვით და ყოველნი ძენი, ძმანი, შთამომავალი და ერნი მისნი მომზრახ იყვნენ ივერიულად, ესე იგი ქართულად, ზრახვითათვე ამგვარითა, რომლითაცა მეტყველებთ აც. კავკასოსის შესახებ უფრო ცელ ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს YouTube არხზე, რომელიც დაახლოებით 10 წუთიანია. გთხოვთ, გადახვიდეთ და გაეცნოთ სხვა ვიდეოებსაც. გამოიწეროთ არხი, მოგწეროთ კომენტარები და შეკითხვები. დიდი მადლობა.